პირველად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პირდაპირ ინვესტიციებს. იმიტომ რომ ის არის განსაზღვრელი შემდეგი წლების განმავლობაში თუ როგორ ის დაგვექნება. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ისეთი სექტორები, როგორიც არის მშენებლობა, როგორიც არის სერვისის სექტორი, აღხედველობაში მაქვს საფინანსო სექტორი, სადაზღვევო კომპანიები, მარკეტინგული კომპანიები, გაყიდვების კომპანიები და არქიტექტორები და არქიტექტურული სერვისები და ასევე დიზაინის კომპანიები, ესენი ყველა ჩართული იქნება აღნიშნულ პროექტის იმპლემენტაციის პროცესში და შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები. ჩვენი ანალიზით, ჩვენი მოლოდინი არის, რომ შემდეგი 6 წლის პერიოდში სადღაც მხოლოდ იმპლემენტაციის ფაზაზე 24,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აი, არ შემიძლია არ ვთქვა, დიდი ბოდიშის მოხდით. ბატონ შოთას და ბატონ გიორგის აკლია ეხლა აი ამაგიდასე, ნარდი, რაღაცა ჩაი და რაღაცა ისეთი რა. ბატონო შოთა. სანამ სინგაპურს ახსენებდით, აი ამ თემებზე ელაპარაკებდით. 2012 წლამდე სად იყავით? სინგაპურზე და სინგაპურიზაციაზე ქართულ ხალხს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ახსენდება სააკაშვილი. და ეგრეთ წოდებული სინგაპურიზაცია, სადაც მიგიყვანო. თქვენ ახლა როგორ უხსით ის ხალხს ამას? თქვენ თავად გაქვთ 13,500 ლარი, 15,000 ლარი ხელფასი ალბათ, იმიტომ რომ კომიტეტის თავმჯდომარეს მეტი აქვს. გემსახურებათ მანქანა, ხართ ყოველგვარად დაუცველი, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგწეთ. დაზღვევით ყველაფერ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები. მე პირადად, ჩემი შვილი, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც და დღემდეც მუშაობს ისეთ სექტორში, რომელიც მომსახურებას უწევს საქართველოდან, სხვათა შორის ისრაელის ქვეყანას. და მადლობა უფალს, რომ ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელია. წარმატებული წარჩინებით დამთავრებული როგორც სკოლის, უნივერსიტეტის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემ შვილს მაინც არ უსურვებ. მე მინდა რომ ჩემი შვილებისთვის, თქვენ შვილებისთვის მარტო მომსახურე სფერო კი არ იყოს, არამედ უფრო მეტი წარმატება იყოს ქართულს, საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ უფრო მეტი წარმატება ქონდეს და არ ვიცი, უფრო მეტად სახელი გაუხოჭოს, როგორც თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ოჯახს. პირად ყველას და არა მასე იმ იმედის მოსმენით, რომ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკის და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე კარგად გამოწყობილი იჯდეს და იმ პროექტზე, რომელზეც შიშია მაინც მოსახლეობაში ბევრი კითხვა, ხსნიდეთ ასე რომ, აუ, დასაქმდები, რა მაგალითი გვაქვს ამ დასაქმების? რუსთაველის მთელი მარჯვენა სანაპირო, მარჯვენა მხარე და მარცხენა მხარე, ფაქტიურად უცხო ქვეყნის მოქალაქის მფლობელობაშია რესტორანი და კაფე. და მეტი წილი ესენი არიან დიახ სწორედ წარმატებული არაბული ქვეყნის წარმომადგენლები. მითხარით, აბა მივიდეთ და მოვეწყობით, მოგვაწყეთ. აი თქვენ პირადად აიღეთ ვალდებულება, პასუხისმგებლობა რომ დღეს რო სკოლას სადღაც მთაში დაამთავრეს ბავშვი, რომელიც არ დატოვა სოფელი. სადღაც ხულოში იქნება თუ თაშიდობაში დარჩა, ისწავლა, მის პედაგოგთან ერთად ჩამოიყვანეთ და მოაწყეთ. ქმნით ამ პირობას? არ გსხვენიათ ამას რო ამბობ? ხალხის არჩევანი ხო გაკეთდა თქვენ გამო? შეიძლება ასე ნარდის ფონზე და ჩაის დალევის ფონზე ასე ვილაპარაკოთ? თუ ესეა საქმე, ბოდიშს მოვიხდი ხვალვე. თუ ეს ესე განვითარდება, თუ ეს ესე იქნება, რომ დღეს აქ გასულს, ჩემი შვილი იქნება თუ სხვისი შვილი, თავისი განათლებით მოეწყობა და იმუშავებს. ღირსეული პენსია, ღირსეული ხელფასი ექნება. თქვენგან განსხვავებით და ადეკვატური იმასთან, რომელიც თქვენ გაქვთ საქართველოს დეპუტატს. როგორ შეიძლება ეს განმარტებები მივაწოდოთ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის გაჭირვების ზღვარზე? თუ მართალია თქვენი სიტყვები, თუ ხვალვე ან ამ პროექტის დამთავრების მერე ნებისმიერი ადამიანი, სოფლიდან ჩამოსული ბავშვი, მის მასწავლებელთან ერთად, მის ბებია ბაბუასთან ერთად ღირსეული ხელფასთა დასაქმება ექნება, ისე რომ არ სოფელი დატოვოს და არ საკუთარი ოჯახი მიატოვოს და დაანგრიოს, მე მაშინ ბოდიშს მოვიხდი.